კუნძულებზე საუბრისას თვალწინ ყოველთვის წარმოგვიდგება თბილი ოკეანე, პალმები, თეთრი ქვიშა და აბსოლუტური თავისუფლების განცდა. თუმცა ზოგიერთი მათგანი ადამიანებისთვის სახიფათოა. ამ ეპიზოდში პლანეტის ყველაზე საშიშ კუნძულებს გაჩვენებთ. თანამედროვე მიანმარის სანაპიროსთან მდებარე რამრის კუნძული ერთი შეხედვით არაფრით გამოირჩევა. მისი ლანდშაფტი, ხშირი ჭაობები და ნოტიო კლიმატი მას ტიპიური ტროპიკული კუნძულის იერსახეს ანიჭებს. თუმცა სწორედ აქ მოხდა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ტრაგედია, რომლის დროსაც ადამიანის მთავარი მტერი ველური ბუნება გახდა. 1945 წლის დასაწყისში, მეორე მსოფლიო ომის ბოლო ეტაპზე, კუნძულზე იაპონელი ჯარისკაცები მოკავშირეთა დანაყოფების წინააღმდეგ იბრძოდნენ. სასტიკი ბრძოლების შემდეგ იაპონელები ალყაში მოექცნენ. გადარჩენის ერთადერთი გზა იმ ჭაობების მიმართულებით გაქცევა იყო, რომელიც 1000 კილომეტრის მანძილზე იყო გადაჭიმული. ეს ტერიტორია ჯარისკაცებისთვის ნამდვილი კოშმარი აღმოჩნდა, რადგანაც იქ მათ წებოვანი ტალახი, მაღალი ტენიანობა, კოღოები, შხამიანი მორიელები და რაც ყველაზე მთავარია, მარილიანი წყლის ნიანგები, დღესარსებული უდიდესი რეპტილიები დახვდათ. დაახლოებით 1250 იაპონელი ჯარისკაციდან გადარჩენა მხოლოდ 500-მა მოახერხა. დანარჩენები ნიანგების მსხვერპლნი გახდნენ. ამ ნიანგების სიგრძე 5 მეტრს, წონა კი 1 ტონას აღემატება. წარმოიდგინეთ არა მხოლოდ ერთი, არამედ ათობით და ასობით ასეთი მტაცებელი, რომლებიც მღვრიე წყლებში იმალებიან და თავდასხმისთვის ყოველთვის მზად არიან. გასაკვირი არაა, რომ ეს მოვლენა გინესის რეკორდების წიგნში შევიდა როგორც ყველაზე ფართომასშტაბიანი ტრაგედია, რომელიც ცხოველების ადამიანებზე თავდასხმას უკავშირდება. მოდით ახლა შოტლანდიის სანაპიროსთან გადავინაცვლოთ. სწორედ აქ მდებარეობს გრუინარდის კუნძული, რომელიც დიდი ხანია რაც კონტინენტზე ერთ-ერთ ყველაზე საშიში ადგილად იქცა. მე-20 საუკუნის შუახანებში ბრიტანელმა სამხედროებმა ეს კუნძული ბიოლოგიური იარაღის ტესტირებებისთვის აირჩიეს. კუნძულზე ცხრების გადაყვანის შემდეგ ჯარისკაცებმა თვითმფრინავებიდან ციმბირის წყლულის შემცველი ბომბები ჩამოაგდეს. ექსპერიმენტი ეფექტური და ამავე დროს შემზარავი აღმოჩნდა. კუნძულზე ყველა ცოცხალი ორგანიზმი დაიღუპა, ხოლო ნიადაგი დაბინძურდა. ციმბირული წყლული კანს, ფილტვებსა და ნაწლავებს აზიანებს და მისი სპორები ნიადაგში დიდი ხნის განმავლობაში რჩება. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ასეთი იარაღს მთელი ქალაქების მოკლე დროში მკვდარ ზონებად გადაქცევა შეეძლო. კუნძულის გაწმენდითი სამუშაოები ექსპერიმენტებიდან რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყო. თუმცა დღესაც კი გრუინარდის კუნძული საზოგადოებისთვის დახურულია და მისი ტერიტორია გვახსენებს, რამდენად გამანადგურებელი შეიძლება აღმოჩნდეს ბუნებისთვის ადამიანის მიერ შექმნილი იარაღი. ბრაზილიის სანაპიროსთან მცირე ზომის კუნძული კეიმა და გრანდე მდებარეობს. კუნძულის ფართობი მხოლოდ 0.43 კვადრატული კილომეტრია, ხოლო მისი ვიზუალი შეიძლება იდეალურადაც კი მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ სილამაზის უკან სასიკვდილო საფრთხე იმალება. კუნძული ბოტროფსების სამფლობელოა, გველების, რომლებიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე შხამიან ქვეწარმავლებად ითვლებიან. აქ მათი სიმჭიდროვე წარმოუდგენლად მაღალია. საშუალოდ 1 კვადრატულ მეტრზე 5-მდე ინდივიდი ბინადრობს. ამ გველებისგან თავისუფალი ადგილი კუნძულზე უბრალოდ არ არსებობს. ბოტროფსების შხამი ქსოვილების სწრაფად განადგურებას იწვევს, რაც ხშირ შემთხვევაში ადამიანისთვის ფატალურად სრულდება. სწორედ ამიტომ ბრაზილიის ხელისუფლებამ კუნძულზე გადასვლა ყველასთვის აკრძალა. იტალიაში მდებარე კუნძული პაველია ზოგიერთ ადამიანში დღესაც კი შიშის გრძნობას იწვევს. მისი ისტორია იწყება იმ ეპოქაში, როდესაც კაცობრიობამ ჯერ კიდევ არ იცოდა ეპიდემიებთან ბრძოლა. სამხრეთ იტალიაში გავრცელებული ჭირის ეპიდემიების დროს ინფიცირებულ ადამიანებს და მათთან კონტაქტში მყოფ სხვა ნებისმიერ პირს კუნძულ პაველიაზე გზავნიდნენ. კუნძულიდან უკან თითქმის არავინ დაბრუნებულა. დროთა განმავლობაში კუნძული გიგანტურ სასაფლაოდ იქცა. სხვადასხვა შეფასებებით აქ 100,000-დან 150,000 ადამიანამდე დაკრძალეს. მოგვიანებით 1922 წელს კუნძულზე ფსიქიატრიული საავადმყოფო გაიხსნა. ლეგენდის თანახმად, მთავარი ექიმი სამეცნიერო ექსპერიმენტებით იყო გატაცებული და ის პაციენტებზე სასტიკ ცდებს ატარებდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი ოფიციალურად არ დადასტურებულა, ამ ლეგენდამ პაველიას რეპუტაცია კიდევ უფრო მეტად დააზიანა. საავადმყოფო 1968 წლამდე ფუნქციონირებდა, რის შემდეგაც კუნძული საბოლოოდ მიატოვეს. პარანორმალური მოვლენების მკვლევარები ამტკიცებენ, რომ კუნძულზე უამრავი მოჩვენებაა და ადგილობრივი მეთევზეები ყოველთვის მისგან რაც შეიძლება შორს ყოფნას ამჯობინებენ. როგორც ამბობენ, სწორედ პაველიას ისტორია გახდა დენის ლეჰეინის შთაგონება, ავტორის, რომელმაც მოგვიანებით ყველასათვის კარგად ნაცნობი წყეულთა კუნძული დაწერა. ტუვალუ 4 კუნძულისა და 5 ატოლისგან შედგება. ის კლიმატის ცვლილებების თვალსაზრისით პლანეტაზე არსებული ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ადგილია. კლიმატური ცვლილებები კუნძულს ნელა და ეტაპობრივად ანადგურებს. ზღვის დონის აწევასთან ერთად კუნძული ნელ-ნელა წყალქვეშ იძირება. ტუვალუს მდინარეები არ აქვს, ამიტომაც მისი მტკნარი წყლის მთავარი წყარო წვიმაა. ნიადაგში მარილის შემცველობა ყოველწლიურად იმატებს. სწორედ ამიტომ კუნძულის მკვიდრთა უმეტესობამ ტუვალუ დატოვა და საცხოვრებლად სხვა კუნძულზე გადავიდა. არქიპელაგის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 4 მეტრზე მდებარეობს. ქარიშხლების დროს ხმელეთის ნაწილები მთლიანად იძირება, რაც მოსახლეობას მუდმივად ახსენებს, რომ მათი მომავალი სერიოზულ საფრთხეშია.
იზუს არქიპელაგი იაპონიაში, ტოკიოდან დაახლოებით 200 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ეს რეგიონი თვალწარმტაცი კუნძულებით, ლამაზი სანაპიროებითა და კურორტული ატმოსფეროთია ცნობილი, თუმცა ერთი კუნძული დანარჩენებისგან საკმაოდ გამოირჩევა. მიაკეძიმა არის ადგილი, სადაც ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება ვულკანურ აქტივობაზეა დამოკიდებული. კუნძულის ცენტრში თაოიამა მდებარეობს, იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე საშიში და არასტაბილური ვულკანი. მისი აქტივობა ყოველთვის ლავის ამოფრქვევით არ სრულდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, თითქმის ყოველ ჯერზე ვულკანი ადამიანებისთვის სახიფათო ტოქსიკურ აირებს გამოხობს. უკანასკნელი ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ამოფრქვევა 2000 წელს მოხდა. ვულკანის რამდენიმე დღიანი აქტივობის პერიოდში ატმოსფეროში დღეში 10-დან 20,000 ტონამდე გოგირდის დიოქსიდი გამოიყოფოდა. ჰაერი იმდენად დაბინძურდა, რომ ხელისუფლებამ კუნძულიდან მთლიანი მოსახლეობა გაიყვანა. მათ სახლებში დაბრუნება მხოლოდ 5 წლის შემდეგ შეძლეს. თუმცა დღესაც კი აქაური ცხოვრება ჩვენთვის კარგად ნაცნობი ყოველდღიური ცხოვრებისგან საკმაოდ განსხვავებულია. როდესაც ტოქსიკური აირების დონე იმატებს, მთელ კუნძულზე გამაფრთხილებელი სისტემა ირთვება. სირენის გაგონებისთანავე მაცხოვრებლები აირწინაღებს იკეთებენ. აირწინაღებით სახედაფარულნი ისინი სამსახურში, სკოლაში ან სხვა ნებისმიერ ადგილას მიდიან. აღსანიშნავია, რომ ვულკანის მდგომარეობას ტოკიოს პრეფექტურის ადმინისტრაცია, გეოგრაფიული ინსტიტუტები და კატასტროფების პრევენციის სააგენტოები მუდმივად აკვირდებიან. მიაკეძიმას მაცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ ადამიანებს გადარჩენა ყველაზე რთულ პირობებშიც კი შეუძლიათ. ბენგალის ყურეში ჩრდილოეთ სენტინელის კუნძული მდებარეობს. ეს ადგილი თანამედროვე ცივილიზაციისგან თითქმის მთლიანად აიზოლირებული. კუნძულზე სენტინელების ტომი ბინადრობს. ეს ადამიანები გარესამყაროსთან ნებისმიერ კონტაქტზე უარს აცხადებენ. კუნძულთან მიახლოებისას ისინი ყოველთვის აგრესიას გამოხატავენ. თუ ვინმე კუნძულზე გადასვლას შეეცდება, სენტინელები მას ისრებსა და შუბებს ესვრიან. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სენტინელთა საერთო რაოდენობა 400 ადამიანს არ აღემატება. ითვლება, რომ ეს ტომი დედამიწაზე ერთ-ერთი უკანასკნელია, რომელიც თანამედროვე ცივილიზაციასთან ყოველგვარი კონტაქტის გარეშე ცხოვრობს. 2004 წლის დამანგრეველი ცუნამის შემდეგ ინდოეთის ხელისუფლებამ მათთან კონტაქტის დამყარების მცდელობები სამუდამოდ შეწყვიტა. უფრო მეტიც, მათ კუნძულთან მიახლოება ყველას აუკრძალეს. ამ აკრძალვის მთავარი მიზეზი არა მხოლოდ გარეშე პირების უსაფრთხოება, არამედ ისიცაა, რომ სენტინელებს თანამედროვე დაავადებების მიმართ იმუნიტეტი არ აქვთ. ამიტომაც უბრალო სეზონურმა გრიპმაც კი, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი მარტივად უმკლავდება, შესაძლოა კუნძულის მოსახლეობა სრულიად გაანადგუროს. სოფლიოში უამრავი კუნძულია, რომლებსაც ცხოველების ან საგნების ფორმა აქვთ. ერთ-ერთი მათგანი ფილიპინებში მდებარე ნიანგის კუნძულია. გარკვეული კუთხიდან ის მართლაც ოკეანეში გაყინულ გიგანტურ რეპტილიას ჰგავს. კუნძული მკვინთავებში პოპულარობით სარგებლობს, რადგანაც მის გარშემო არსებულ წყლებში დიდი რაოდენობით ზღვის არსება ცხოვრობს. აქ შეგიძლიათ ნახოთ იშვიათი მარჯნები, ეგზოტიკური თევზები, გველთევზები და ზღვის ვარსკვლავებიც კი. ერთი შეხედვით, ეს ადგილი ნამდვილ სამოთხეს ჰგავს, თუმცა სწორედ აქ იმალება ნამდვილი საფრთხე. სანაპირო წყლებში ზღვის გველები ბინადრობენ. მათი შხამი კი ტოქსიკურია. ყველაზე ცუდი ისაა, რომ კბენის შემდეგ ნეგატიური სიმპტომები მაშინვე არ ვლინდება. ადამიანმა შეიძლება მხოლოდ მსუბუქი სისუსტე, თავის ტკივილი ან გულისრევა განიცადოს იმ დროს, როდესაც შხამი ორგანიზმში უკვე კუნთოვანი ქსოვილების განადგურებას დაიწყებს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების გარეშე ამ ყველაფერმა შეიძლება თირკმელების უკმარისობა, გულის გაჩერება და ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ ნიანგის კუნძული მსოფლიოში არსებულ ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ადგილად ითვლება. ეს კუნძულები ნათლად გვიჩვენებს, რომ ბუნება ადამიანების მიმართ ყოველთვის მეგობრული არ არის. კომენტარებში დაგვიწერეთ, გაბედავდით თუ არა ამ კუნძულებიდან რომელიმეს დათვალიერებას. ხოლო თუ მოგეწონათ ვიდეო, მისი დალაიქება და არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, რადგანაც წინ კიდევ მრავალი საინტერესო ეპიზოდი გელოდებათ.